დღევანდელი ჩემი სტუმარი არის ავტომობილელი მევლუდ მელაძე, ერთ-ერთი კომპეტენტური პირი საავტომობილო სფეროში და მოდი დავიწყოთ. მელუდ, მოდის ზაფხული და პირველ რიგში მაინტერესებს როგორ უნდა მოვამზადოთ ავტომობილი ზაფხულისთვის. პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს მაინც საბურავია. იმიტომ რომ ეს ერთადერთი არის რაც გზას ვეჭიდებით, შესაბამისად ის უნდა იყოს კარგი და კარგი გულისხმობს, რომ უნდა იყოს ზაფხულის საბურავი, მოსავლეებს უხსნიან საბურავებს, შოკოლადი მომყავს მაგალითად, ანუ რას ნიშნავს შოკოლადთან შედარება. რა მოვიდო შოკოლადს თუ ზამთარში ჩვენ მას ყინულს დავდოთ, ის ძალიან ხისტი ხდება, გაიყინება. ფული იქნება, მოტექვაც და მითხრათ. ამიტომ ნუ იგივე მოდის ზაფხულის საბურავ ზამთარში, ანუ ის ხისტი ხდება და ვერ ეჭიდება. ახლა რა მოდის პირიქით ჩვენ შოკოლადს ზაფხულში, ანუ ჩვენ მას მზეზე გამოვიდა, ის დადნება და ძალიან რთული იქნება მოტეხვაც და რა თქმა უნდა ჭამაც და ის ესევე მოდის ზამთრის საბურავს, ანუ რეზინის შემცველობა არის ძალიან ბევრი, ის ძალიან იოლად ცხელდება და დნება, მით უმეტეს როცა ჩვენ გადავადგილებით და თან თუ მაღალი სიჩქარით გადავადგილებით, შესაბამისად ის იოლადად ცხდება და ვერ უზრუნველყოფს ჩაჭდილობას. საწვავის დაზოგვის მიზნით რთავენ, თიშავენ კონდიციონერს და უწევენ ფანჯრებს. რამდენად სწორია? ჩამოწევენ ფანჯარას საფუძვლო. ქალაქის პირობებში და ნელი სულის პირობებში ეს შეიძლება იყოს ეკონომიური და არის კიდევაც ეკონომიური, თან მით უმეტეს ასპრო დაბალკუბატურიანია. ზრავი მას უფრო მეტად ეტყობა, იმიტომ რომ ზრავის სიმძლავრე არ ყოფნის კონდიციონერსაც რო ატრიალოს, მაგრამ როგორც კი ავწევით 100 კილომეტრ სიჩქარეს და შეიძლება ითქვას 80 კილომეტр სიჩქარესაც კი, ამ შემთხვევაში პირიქით, იმიტომ რომ აეროდინამიკა ძალიან ჯანსაღად მუშაობს ამ ჩვენს ავტომობილს, მაგრა აფერხებს თუ შუშები გვაქვს ჩამოწეული, ამ შემთხვევაში შუშები აწეული, კონდიციონერი ჩართული უფრო ეკონომიური. ფილტრი უნდა გამოიყურებოდეს ესე. თუ ფილტრი ესე არ გამოიყურებოდა, დიდი ხნის შეუსრულების დროს აქ არის ხოლმე ძალიან ბევრი ჭუჭყი, წარმოვიდგინოთ მთელი გარე ჭუჭყი, მტვერი, ყველაფერთან ჩვენ სამწუხარო მტვერიანი ქვეყანა ვარ, ძალიან ბევრია მტვერი, ხო გროვდება აქ, ანუ გამტარობა უფერხდება და ავტომობილი წავს ძალიან ბევრს. ინტენსივობას რაც შეეხება ფილტრის გამოსulis, ყოველ 2 ზეთის გამოსვლაზე თუ ერთხელაც შევსრულთ აერის ფილტრს იქნება ძალიან კარგი და წელიწადში ერთხელ თუ შევსრულთ ფილტრს, რომელიც სალონში აერის ამოსვლას უზრუნველყოფს, ამ ეს კონდიციონერისთვისაც იქნება ძალიან კარგი დამისაღები, იქნება ძალიან კარგი. ასევე საწვავის ფილტრი წელიწადში ერთხელ, ეს არის ის დრო, რომელსაც არ უნდა ავწევთ რომ შევსრულოთ. ძღოლების ძალიან დიდი ნაწილი შუქნის შანზე გაჩერებისას თიშავს ძრავს საწვავის დაზოგვის მიზნით. რამდენად სწორია ეს? თუ ჩვენ ძალიან დაბალი დრო გვაქვს, ან ცოტა დრო გვაქვს იმის ავტომობილი გავაჩეროთ, მაშინ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ დაქოქვის მომენტში ის მოიხმარს უფრო მეტ საწვავს. როდესაც ჩავაქრობთ და დავქოქავთ იმ მომენტში, მაგრამ თუ გადაცდა დაახლოებით 9 წუთზე მეტი მიწევს გაჩერება, მაშინ რა თქმა უნდა ჯობია ჩავაქროთ, მაშინ არაფერი საპრობლემო არ არის, პირიქით დავზოგავთ საწვავსაც და მოვუხდებით ეკოლოგიასაც. უნდა გავათბოთ თუ არა დილით ავტომობილი? ნუ ეს არის რაც ავტომობილი არსებობს მგონი დროიდან მოყოლებული შეკითხვა, რომელსაც მაინც ატომას ვერ ამახინჯებენ, გადააკეთებენ და მაინც ელოდებიან გათბობას არ უნდა ავტომობილის გათბობა, შეგვიძლია დავქოქოთ და პირდაპირ დავიძრათ, არაფერი პრობლემა არ არის. ერთადერთი რაც არ უნდა გავაკეთოთ თავიდანვე, სანამ ცივია ძრავი და სანამ სხვადასხვა დეტალები სხვადასხვა ტემპერატურაზეა, არ უნდა ვაღმულოთ ავტომობილი. ანუ თუ ჩვენ არ დავდივართ სპორტულ რეჟიმში, გულისხმობ ბოლომდე თუ არ ამოწურეთ ძრავის რესურსი, მაშინ არანაირი პრობლემა არ არის. მელუდ, რომელია ყველაზე ეკონომიური გადაცემათა კოლოფი? კომფორტისთვის რა თქმა უნდა ავტომატი კარგია. ეკონომიურობისთვის თუ ახალი ავტომობილი ყავს 2-3 წლის განმავლობაში, მაშინ რა თქმა უნდა ვარიატორი კარგია, იმიტომ რომ იდეალურ მომენტს ეძებს ავტომობილის ეკონომიის და აჩქარების და თუ 3 წელზე მეტის არის უკვე ავტომობილი და ისედაც ანუ მომავალში მექანიკაზე ეკონომიური მაინჯამში არაფერი არ არის. რაც შეეხება ვარიატორის ტიპის კოლოფებს, ანუ მათ სჭირდებათ მომსახურება. ყოველი 40,000 კილომეტრის დროს ჩვენ შევცვალოთ ზეთი, გადავამოწმოთ მისი მუშაობის მდგომარეობა და თან ზეთი გვჭირდება კარგი და ძვირიანი, ანუ არც თუ ისე იაფიანი. ანუ საწვავის ეკონომია შეიძლება ჯამში სულაც არ გამოგვივიდეს ეკონომია და თუ ჩვენ შეგვიძლია რომ მართოთ მექანიკური კოლოფი დამშვიდობ ავტომობილი ყოველთვის მაინც ყველაზე პრაქტიკული არის მექანიკური კოლოფი.
იმედია ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ. გისურვებთ კეთილ მგზავრობას. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.